მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება და თავშურები და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. დიდი მადლობა გადაგიხადოთ ხარდაჭერისთვის. ყველა ჩემი კოლეგის სახელით ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ისეთი რომელიც არასოდეს 51 წლის განმავლობაში არ ვიგრძნით. ახლა კი მთავარი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი. დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღე ყველაზე მთავარი დიახ არც მეტი და არც ნაკლები ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის დამოკიდებული. ის ვერდიქტი რომელიც გამოიტანა გუშინ გავრილოვის სასამართლო დიახაც წილადი პარლამენტმა, იმიტომ რომ ბევრი შევედავებით ალბათ რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, გუშინდელი სხდომაც იყო სასამართლო სხდომა და დღევანდელი სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან ორ, ან სამ, ან 10 ცალკეულ ადამიანს. სამართლდებით ამ განაჩენით ყველა ვინც დგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეშინდა, სამართლიანად აღშფოთდა. თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართული ხელისუფლება და გახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა, არის მომხრე განვითარებული საქართველოსი. რა დილების წინაშე ვდგავართ? ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო, ან ღირსეული საქართველო, ან ღირსება აყრილი საქართველო, ან თავისუფალი ხალხის, თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მომავალი, ან ოკუპანტის ბორკილები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ დგავართ სიმართლეზე. ჩვენს მხარეს არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს ყველაზე ძვირფასი რაც კი მათ გააჩნდათ, სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა, ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა, ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება. და აი ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებული არის. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, რომ იყო ძალიან მყარი. ჯაჭვი უკანონისა, ჯაჭვი უსამართლობისა. და აი ეს ძლიერება, უსამართლობის ძლიერება, რომელიც თქვენ გეგონათ იქნებოდა სამარაჯამო, დასრულებულია. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ახაც გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არა მხოლოდ ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ, იცით, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ქონოდა წილად
და ებრძოლა და მოეპოვებია ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვენის მანძილზე არის. ამიტომ მინდა თელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილი არის ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებული არის. არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, არსებობს ორი მხარე. ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. და მიხარია ის, რასაც ახლა ვხედავ, რასაც ახლა გძნობ, ყველანი აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის და მინდა დიდი სიამოვნებით კოლეგებსაც გადავწე სიტყვა. ჩვენ დღეს კოლეგები, აი ვინც ვართ წარმოდგენილი, ეს ხალხი კი არა ვართ. თქვენი კოლეგებიც ვართ, თქვენი თანამებრძოლეები ვართ. თქვენი მეგობრები ვართ, ასობით საქართველოს, ასობით 10,000 საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრები. თქვენი წარმომადგენლები ვართ. მე ვიცი რომ ხვალ თქვენ ჩვენთან ერთად იდგებით ფიზიკურად და ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა და დროებით დაგშორდებით თუ შეიძლება უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალიო უთქვამს ჩვენს ძალიან სახელოვან წინაპარს და ვიღაცას იქ სადღაც ოლიგარქაჩი გონია რომ ძლიერი არის, მაგრამ გეუბნებით რომ უსამართლო და ძლიერი ხარ და ეს უსამართლო და ძლიერება აი თვალსა და ხელს შუა ეხა გერჩნებათ. დიდი მადლობა და დროებით. არ ჩავაგდეს ესე აი. იო გაიყვანე ხო? ოპერატორი გამოვეს ფაღოსი.